საერთაშორისო ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე კონსერვატორიის დიდ დარბაზში დღეიდან 12 მაისის ჩათვლით კონცერტები გაიმართება. სამხატვრო ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსარტია. დღეს ფესტივალის საზეიმო გახსნის დროს უწმინდესის მუსიკალური ნაწარმოების სანოტო კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. 12 მაისს კი თბილისური საღამოების დასკვნით კონცერტზე პატრიარქის ერთ-ერთი ბოლო მუსიკალური ნაწარმოების მეორე ნაწილის პრემიერა შედგება. გარდა ამისა, საფესტივალო საღამოები საქართველოს რეგიონებშიც იგეგმება 14 მაისს ნიქოზში, ახმეტაში, ზუგდიდში, ფესტივალის საზეიმოდ კი ბათუმში 13 ივნის დაიხურება. დღეს იწყება ბრწყინვალე შვიდეულში ფესტივალი, საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით უკვე მერვე წელია ტარდება. წელს პირველი კონცერტი იქნება მიძღვნილი მისი უწმინდესობის დაბადებიდან 80 წლის თავისადმი და მისი ნაწარმოებების სანოტო კრებულის პრეზენტაცია გვექნება. ეს სანოტო კრებული არასოდეს არ გამოცემულა, პირველად გამოდის, რაც უკვე საშუალებას მისცემს საერთაშორისო თანამეგობრობას, მუსიკალურ საზოგადოებას, რომ შეასრულოს დამოუკიდებლად მისი უწმინდესობის ნაწარმოებები.